თავით 11, მუხლი 1, 4. 1 და იყო ადგილსა, რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ხრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან, უფალო გვასწავე ლოცვა, ვითარცა იოანე ასწავა მოწაფეთაცთა. 2. ხოლო თავადმან ხრქუა მათ, რა ჟამს ილოცვიდეთ, თქვით, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმიდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. 3. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღით იდღეთ. 4. და მომიტევენ ჩვენ ცოდვანი ჩვენი და რამე თუ ჩვენცა მიუტევებთ ყოველთა თანამდებთა ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მისნენ ჩვენ ბოროტისაგან. 5. და ეტყოდა მათ, ვის თქვენგანსა ესვას მეგობარი და მოვიდეს მისა შუა ღამეს და ხრქუას მას, მეგობარო მოვასხენ მე სამნი პურნი 6. რამე თუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით და არ არა მაქუს რა დაუგო მას. 7. მან მიუგოს შინათ გამოდა ხრქუას, ნუ შრომასა შემამთხვევ მე, რამე თუ კარი დაშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემთან არიან სარეცელსა ზედა, ვერძალმიც აღდგომად და მიცემად შენდა. 8. გეტყვ თქვენ, რაღაცა თუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამე თუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისც მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უნდეს მას. ქრისტეს მოწაფე მოშურნეობას იჩენს იოანეს მოწაფეთა მიმართ და სურს ისწავლოს ლოცვა. მაცხოვარი უარს არ ამბობს მოწაფეთა ამ სურვილზე, არამედ ასწავლის. მამაო ჩვენო, ამბობს რომელი ხარ ცათაშინა. დააკვირდი ლოცვის ძალას, მას მაშინვე სიმაღლეზე აყავხარ და რამდენადაც შენ ღმერთს მამას უწოდებ, გარწმუნებს ყველანაირად არ დაკარგო მსგავსება მამაისა, არამედ ეცადო მიემსგავსო მას. არ უთქვამს მამაო ჩემო, არამედ მამაო ჩვენო, აღგძრავს რა ძმათა სიყვარულისთვის და გიბიძგებს, საერთოდაც ყველანი ძმებივით გიყვარდეს. თქვა რა, ცათაშინა, ღმერთს კი არ შემოსაზღვრავს მისით, არამედ მსმენელი აღყავს სეცაში და აშორებს მიწიერს. წმიდა იყავ სახელი შენი. ნაცვლად დაიდიდოს, ანუ მოაწყვე ჩვენი ცხოვრება ისე, რომ ის შენ სადიდებლად იყოს. ვინაიდან როგორც ბოროტთა მიერ შეგინებულია სახელი ღმრთისა, ისე მათგან, ვინც კეთილ ცხოვრებას ეწევიან, იდიდება. მოვედინ სუფევა შენი. ცოდვილი არ ლოცულობს ღმერთის სუფევის დამკვიდრებისთვის, ვინაიდან არ სურს მისი მოსვლა იმ სასჯელთა გამო, რომელიც მას იქ ელოდება. პირიქით, მართალი ლოცულობს, რომ სწრაფად მოვიდეს იგი, რათა განთავისუფლდეს აქაურ საცდურთაგან და დამშვიდდეს. იყავ ნება შენი, როგორც ცაში ანგელოზებთან, ასევე ჩვენთან, ადამიანებთან დედამიწაზე. ვინაიდან ანგელოზები, ყველანი და ყველაფერში ღმრთის ნების შესატყვისად მოქმედებენ. ამრიგად მრავალნი შუაღამეს, ანუ სიცოცხლის ბოლოს მოდიან ღმერთთან და ეუბნებიან, მავასხენ მე სამნი პურნი, ანუ რწმენა სამებისა, ვინაიდან მეგობარი მოვიდა, ანუ ანგელოზი, რომელიც ეძიებს უფალს. თუმცა ყოველი ანგელოზიც მეგობარია. ისევე როგორც უფალი ამბობს სიხარულია ზეცაში ადამიანის ცხონების გამო, ლუკა 15:10. კრმები, რომლებიც სარეცელზე ისვენებენ, არსებითად ის ადამიანები არიან, რომლებიც მოიქცნენ და ამიტომ ღმრთისშვილებად შეიქნენ და გახდნენ ღირსნი იმისა, რომ მასთან ერთად განისვენებდნენ. წყინებად მოიხსენიებს გაძლიერებულ და განგრძნობილ ლოცვას მოთმინებით. იგულისხმება სხვაგვარადაც, კერძოდ, შუაღამეში იგულისხმება ძალა და შუაგული საცდურთა, ვინაიდან ყოველგვარი საცდური არის ღამე, ხოლო შუაგულ საცდურთა უეჭველია, რომ შუაღამე. ამრიგად, როდესაც ვინმე იმყოფება საცდურთა შუაგულში, ის მიდის ჩვენს მოყვარულ ღმერთთან და ეუბნება, მავახსენ მე სამნი პურნი, ანუ ხსნა სხეულისა, სამშვინველისა და სულისა. ვინაიდან საცდური საფრთხეს უქმნის ამ სამს. ვინღაა მეგობარი, რომელმაც გზიდან შემოიარა? უეჭველია, რომ უფალი, რომელიც განგვცდის საცდურთა მეშვეობით და სურს იგემოს ჩვენი ხსნა. საცდურში ჩავარდნილს არ ძალულს თავად აღუდგეს წინ მათ და დახვდეს უფალს, არა აქვს, თუ რა შესთავაზოს მას. დახშული კარი ნიშნავს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საცდურის მოსვლამდე, ხოლო როდესაც ჩავარდებით, მაშინ კარი მოსამზადებლად უკვე დახშულია და ჩვენ აღმოუჩნდებით რა მოუმზადებელნი, საფრთხე გვეწევა, თუ თავად უფალი არ შეგვეცია. კრმანი, რამდენადაც მანამდე მოექცნენ, არსებითად ისინი არიან, რომლებიც სათნოებათა მეშვეობით შეიქნენ ღმრთის ძეებად, წვანან და განისვენებენ ღმერთში. თავით 11, მუხლი 9, 13. 9. ხოლო მე გეტყვ თქვენ, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ვპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ. 10.
რამე თუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს და რომელი ეძიებდეს, პოს და რომელი ირეკდეს, განეღოს. 11. ვის უკვე თქვენგან სამამასას თხოვდეს ზეპურსა, ნუ უკვე ქვა მისცეს მას. გინა თუ თევზსას თხოვდეს, ნუ უკვე თევზისაც ილგუელი მისცესა მას. 12. გინა თუ კვერცხსას თხოვდეს, ნუ უკვე ღრიაკალი მისცეს მას. 13. უკვე თუ თქვენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემათ შვილთა თქვენთა, რაოდენ უფროს მამამან ზეცით მოსცეს სულიწმიდა, რომელნის თხოვდნენ მას. შეხედე, რა სიზუსტეა სიტყვებში უფალს არ უთქვამს, ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, არამედ ითხოვდით, ანუ განუწყვეტლივ ეძიეთ. ეძიებდით და ჰპოვოთ. ნუ თუ ჰპოვებს ის, ვინც უსარგებლოდ ითხოვს. არა. ვინაიდან თხოვნა უსარგებლოს შესახებ, არც შეიძლება იცოდოს თხოვნა ღმრთის წინაშე. ვინაიდან ვინც ღმრთის წინაშე ლოცულობს, მან ის უნდა ითხოვოს, რასაც ის გვაძლევს. ხოლო თუ კი ვინმე ითხოვს უსაგრებლოს, ის ღმრთის წინაშე არ ითხოვს, ვინაიდან იგი არ იძლევა უსარგებლოს. შემდეგ უსმინე, როგორ გვასწავლის თავად უფალიც ვითხოვოთ ის, რასაც უნდა ვითხოვდეთ. იგი ამბობს, ძე ითხოვს პურს და თევზს კვერცხს. ამიტომ, როგორც ეს საგნები შეადგენენ ადამიანის საკვებს, ასევე ჩვენი თხოვნებიც სასარგებლო უნდა იყოს ჩვენთვის და გვეხმარებოდეს. პურის მთხოვნელის ქვეშ მართლაც იგულისხმება ყოველი, ვინც ითხოვს, რომ განცხადდეს მისთვის რწმენა სამებისა და დოგმატების სისწორე. ვინაიდან ისინი, როგორც განმამტკიცებელნი გულისა, არსებითად პურნი არიან. ხოლო თევზს ითხოვს ის, ვინც ამ ცხოვრების ზღვაში იმყოფება, სთხოვს უფალს შემწეობას, რათა იგი, როგორც თევზი დარჩეს ცოცხალი და არ ჩაიძიროს საცდურთა შორის. ხოლო კვერცხს ის ითხოვს, ვისაც სურს ღვთივსათნო სულთა ნაყოფი მიეცეს, იმ სულებისა, რომლებიც თითქოს დაფრთა შესხმულების სულიწმიდის მიერ იქნენ აყვანებულნი და გადაიფრინეს, რა დედამიწა, სამართლიანად შეიძლება შედარებულნი იქნენ ჩიტებს. თავით 11, მუხლი 14, 20. 14. და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუ. და იყო განსვლას ამას ეშმაკისას აითხოვა და ყრუ იგი. და უკრდა ყოველს ამას ერსა. 15. ხოლო რომელთა მე მათგანთა თქვეს, ბელზებულითა, თავრითა მით ეშმაკთათა, განასხამს ეშმაკთა. 16. და სხვანი ვინმე გამოცდით სასწაულს აზეცით ითხოვდეს მისგან. 17. ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და hrქვა მათ, ყოველი მეუფება, რომელი თავსაც საგანევრთის, მოორდის და სახლის სახლსაზე და დაეცის. 18. და უკვე თუ ეშმაკი თავსაც საგანევრთა, ვით არ დამტკიცნეს მეუფება მისი. რამე თუ ითხოვთ ჩემს, ვით არმედ, ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა. 19. უკვე თუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქვენი რათა განასხმენ. ამისაც იგინივე მსაჯულ გექმნენ თქვენ. 20. უკვე თუ მე თითითა ღმრთისათა განვასხამ ეშმაკთა, მოსამეწევნულ არს თქვენზე და სასუფეველი ღმრთისა. ყრუდ ხშირად იწოდება ის, ვისაც არ ესმის, მაგრამ იწოდება ისიც, ვინც არ ლაპარაკობს უпроსწორად კი, ის ვისაც არც ესმის და არც ლაპარაკობს, ისინი, ვისაც დაბადებიდან არ ესმით, არც ლაპარაკობენ. ვინაიდან ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც მოსმენის საშუალებით ვსწავლობთ. როდესაც ვინმეს არ ესმის, ის თავისთავად ცხადია, რომ ვერც ლაპარაკობს. თუ კი ვინმეს სმენა შემდგომში დაუზიანდა ავადმყოფობის შედეგად, მას არაფერი უშლის ხელს ილაპარაკოს. ვინც ქრისტესთან მიიყვანეს, ორივე მიმართებით უტყვი იყო, ენითაც და ყურითაც. იგი სახეა ადამიანური ბუნებისა, რომელიც შეპყრობილი იყო რა ეშმაკთაგან, არ შეეძლო არც ღმრთის სიტყვის მოსმენა და მით უფრო არც გადმოცემა. მაგრამ უფალმა მოვიდა რა და განსდევნა ეშმაკები, ანუ ვნებანი და საეშმაკო საქმენი, გააკეთა ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვამბობდეთ, არამედ ვქადაგებდეთ კიდეც ჭეშმარიტებას. ვინაიდან ღმრთის სიტყვები არა მხოლოდ უნდა მოვისმინოთ, არამედ სხვებსაც გადავცეთ. ამრიგად ვისმინოთ ჩვენ, რომელთაც ჩვენში საეშმაკო საქმენი გვაქვს, ვფიქრობთ, რა სხვებს ვასწავლოთ და ვაძლევთ რა ნებას კაცთანაგ მასწავლებლებად ვიწოდებოდეთ. ვინაიდან როდესაც გამოვა ეშმაკი, მაშინ აქვს ადგილი ჭეშმარიტ საუბარსა და სწავლებას, ხოლო სანამ ჩვენში არიან დემონთა ქმნილებანი, ნებები, მანამდე ვერ ვლაპარაკობთ, თუმცა კი ვჩანვართ მოლაპარაკენი. ფარისევლები განიკითხავენ სასწაულს და უფალს ლანძღავენ, როგორც მათ ყუარას. ისინი ამბობენ, იგი მეგობარია ეშმაკთა მთვარისა და მისი შემწეობით განასხამს ეშმაკებს.
უფალი ეუბნება მათ, როგორაა შესაძლებელი, რომ ეშმაკი ეშმაკთა განასხამდეს. ეს მისი მეუფების დაცემის მომასწავლებელი იქნებოდა. ვინაიდან თუკი მათი ხელმწიფებითა და მეუფებით ისინი დადგენილნი არიან იმისთვის, რომ იცხოვრონ ადამიანებში, ხოლო მათივე მთავარი განასხამს მათ, მაშინ ცხადია, რომ იგი თავის თავს არ ღვევს. რადგანაც ყოველგვარი მეუფებაც, რომელიც გაიყოფა და თავის თავს აღუდგება, დაირღვევა და სახლიც, თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. სახლის ქვეშ შენობას გულისხმობ. კეთილი. ვინაიდან შენობაც მხოლოდ მანამდე დგას, სანამ იგი ერთიანობას ინარჩუნებს, ხოლო როდესაც კედლები დაშორდება ერთი მეორეს, იგი ეცემა. სახლის ქვეშ სახლში მცხოვრებთ იგულისხმებ. ისინიც სანამ მშვიდობას ინარჩუნებენ, დგანან, ხოლო თუკი ერთმანეთის წინააღმდეგ აღდგებიან, ეცემიან. და იყოს ასე, რომ მე ბელზებულის ძალით განვასხამ ეშმაკებს, მაგრამ ძენი თქვენი ანუ მოციქულები ვისი ძალითღა განსახამენ. განააშკარა არა, რომ ჩემი სახელით. მაშ როგორღა ამბობთ ჩემ შესახებ, რომ მე ბელზებულის შეწევნით განვასხამ, საჭიროებ რა მის ძალას, როდესაც ძენი თქვენი კერძოდ მოციქულნი, ჩემი სახელით განასხამენ. ჭეშმარიტად ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. ვინაიდან თუკი ისინი ჩემი სახელით განასხამენ, მაშ მე თვითონ აშკარაა, რომ არ ვსაჭიროებ სხვის ძალას. მე განვასხამ თითითა ღმრთისაითა, ანუ სული წმიდით და არა მაცდური სულით. სულს უწოდებს თითს, რათა იცოდე, რომ როგორც თითი ერთი არსების მატარებელია მთელ სხეულთან მიმართებაში, ისე სული წმიდაა ერთი არსების მქონე მამასთან და ძესთან. ანდა შესაძლოა, ასე იმიტომ უწოდებს, რომ ძე იწოდება მარჯვენად ღმრთისა, ხოლო მასზე განისვენებს სული წმიდის 7 ნიჭი და არა როგორც სული წმიდის იარაღზე, არამედ როგორც მასთან ერთი არსების მქონეზე. ერთ-ერთი ნიჭი მოქმედება სულისა არის ძალა კურნებისა. ამბობს, რომ მე განვასხამ ეშმაკებს თითითა ღმრთისათა, ანუ სული წმიდის ნიჭით. ვინაიდან როგორც თითია ნაწილი ხელისა, ასევე სული კურნებისა. იყო ნაწილი იმ სულებისა, ანუ სულის იმ ძალებისა, რომელიც იესოს ჰქონდა. თუკი ამბობს, მე ღმრთის ძალით განვასხამ ეშმაკთა, მაშ ჭეშმარიტად მოიწია თქვენზე ღმრთის სასუფეველი. ეს კი ასეთი აზრის მქონეა, ბოლოს და ბოლოს ირღვევა ეშმაკის მეუფება და მყარდება მეუფება ღმრთისა, ეშმაკთა განხსმელისა, ვინაიდან უსმინე, რას ამბობს შემდეგ. თავით 11, მუხლი 21, 26. 21. რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსაცსა, შტობით არ მონაგები მისი. 22. და ოდეს უძლიერესი მისი ზედა მოუდის სძლის მას და საჭურველი მისი მოუვის, რომელსა იგი ესვიდა და ნატყუენავი მისი განოყვის. 23. რომელი არ არს ჩემთანა, მტერი ჩემი არს, და რომელი არა შეჰკრებს ჩემთანა, იგი განაბნევს. 24. რაჟამს სული არაწმიდა განვიდის კაცისაგან მიმოვალ ნურწყულთა ადგილთა და ეძიემ განსვენებასა და არა პოვის, ტკს, მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაცა გამოვედ. 25. და მოვიდის და პოვის იგი განშვენებული და შემკული. 26. მაშინ წარვიდეს და მოიყვანის სხვა ნიშნისულნი, უბოროტესნი მისსა და შევიდის და დაიმტრის მას შინა და იქმნის უკანასკნელი კაცისა მის უძრეს პირველისა. ჩემს მოსვლამდეო, ამბობს სატანა იყო ძლიერი და სცვიდეს ეზოსათვისა, ანუ ბატონობდა ადამიანურ ბუნებაზე მტკიცედ და უსაფრთხოდ. მაგრამ როდესაც მე მოვედი მასზე უძლიერესი, მაშინ მე ვსწლია ამ მშვიდობას და ყველა მის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, ანუ ყველა სახეს ცოდვისა. ვინაიდან ცოდვა არის ეშმაკის იარაღი და მისით იგი თამამად ამარცხებდა ადამიანებს. ყველა ამ იარაღს მე ვძლიე, ვინაიდან ჩემში ვერ იპოვა ვერანაირი ცოდვა. 1 პეტრე 2:22, მას შემდეგ იგი დასუსტდა. და მისი ნაძარცვი, ანუ ადამიანები, რომლებიც თითქოს და მისი ნადავლნი იყვნენ, მე გამოვგლიჯე მას და თითოეულს განსაკუთრებულ ანგელოს ვაბარებ, საიმედო მცველს, რათა ეშმაკის ნაცვლად, რომლის ბატონობის ქვეშაც იმყოფებოდა, ანგელოზმა მართოს იგი და სხვაგვარადაც. რა საერთოა ჩემსა და ბელზებულს შორის? ჩემი საქმეა ღმრთის განბნეული შვილების შეკრება, მისი საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ განაბნევს შეკრებილთ. მაშ როგორღა ასკვნით ჩემზე, რომ ერთობაში ვიმყოფები სატანასთან. ჭეშმარიტად ასეთი აზრი იმიტომ გაგიჩნდათ, რომ თქვენ ახლა მეტ ერთობაში იმყოფებით ეშმაკებთან. არაწმიდა სული ცხოვრობდა თქვენში ადრეც, როდესაც კერპებს ემსახურებოდით და წინასწარმეტყველებს კლავდით. შემდეგ, როგორც ჩანს, მან დაგტოვათ თქვენ.
ახლა კი ისევ დაბრუნდა თავის სახლში, ანუ თქვენ სულებში 7, სულთან ერთად, ანუ მრავალთან, ვინაიდან რიცხვი 7, წმიდა წერილში ხშირად მრავლის მნიშვნელობით იხმარება და ეს უკანასკნელი პირველზე უარესად აქცია თქვენთვის. ვინაიდან მაშინ, როდესაც კერპებს ემსახურებოდით, თქვენ კლავდით წინასწარმეტყველებს, მაგრამ აშკარა შეურაცხყოფა არ მიგიყენებიათ ღმრთისცისათვის, რომელიც თქვენს გამო მოევლინე ხორცში. ახლა კი რაღა იმედი უნდა გქონდეთ ხსნისა, როდესაც თქვენ ისეთივე უმადურნი და კადნიერნი რჩებით მას შემდეგაც, რაც ზე განხორციელდა და თქვენს გამო სასწაულებს სჩადის. ურწყული ადგილნი არსებითად მათი სულები არიან, რომელთაც არა აქვთ არანაირი სილბო, სულები, ხისტნი და მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველნი, რამდენადაც მათ სტურს არა აქვს არანაირი ადგილი, რათა ასეთ სულებში დასახლდეს. იგი ბრუნდება იუდეველებთან და ეს უკანასკნელი მათთვის პირველზე უძირესი ხდება. მაშ, ახლა მათ აღარ ჰყავთ აღარც წინასწარმეტყველნი, ვინაიდან მათ სიტყვა მოკლეს, აღარც მირონცხება აქვთ, ვინაიდან მათ ქრისტე აცვეს ჩვარს, ცხებული. ადრე თუმცა ისინი კერპებს ემსახურებოდნენ, მაგრამ ჩანდნენ წინასწარმეტყველნი და იყო მირონცხება, ახლა კი ისინი ყველაფერს მოაკლდნენ, ვიანიდან ზე ღმერთის წინააღმდეგ შესწოდეს. თავით 11, მუხლი 27, 32, 27 და იყო ვიდრე იტყოდა იგი ამას, აღვინმედ იყო დედაკაცმან მაერს ამას შორის და ხრქვა მას, ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტრთა შენ და ძუძუნი რომელთა სწოვდი. 28 ხოლო თავადმან თრქვა, არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღმრთისა და დაიმარხონ იგი. 29 და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი იწყო სიტყვად მათ და ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს სასწაულს აითხოვს და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყველისა. 30 ვითარცა იგი ექმნა იონას სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ზე კაცისა ნათესავსა ამას. 31 დედოფალი იგი სამხრისა აღდგეს სასჯელს ამას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამე თუ მოვიდა კიდით ქვეყანისა წმენად სიბრძნესა სოლომონისა, და აჰა ესე რა უფრო სოლომონისა არს აქა. 32 კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელს ამას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამე თუ შეინანეს ქადაგებას ამას იონასა, და აჰა ესე რა უფროს იონასა არს აქა. მაშინ, როდესაც ფარისეველნი და მწიგნობარნი ჩირქს ცხებენ უფლის სასწაულებს, დედაკაცი, უეშმაკო და უბრალო პიროვნება, განადიდებს მას, სად არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ უფალი მოჩვენებითად მოივლინა. ვინაიდან აი მოწმობა, რომ იგი ძუძუთიც იკვებებოდა. ხოლო იგი ანეტარებს მათ, ვინც ღმრთის სიტყვას იცავს, თუმცა არა იმიტომ, რომ თავისი დედა მოაკლოს ნეტარებას, არამედ იმიტომ, რომ უჩვენოს, ისიც ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა იმისგან, რომ შობა იგი და ძუძუს აწოვებდა, ყველა სხვა სათნოება რომ არ ჰქონოდა. ამას იმიტომაც ამბობს, რომ დროს შეეფერება. რამდენადაც ისინი, ვისაც შურდა მისი და არ ისმენდა მის სიტყვებს, ლანძღავდნენ იმათ, ვინც ისმენდა. იგი მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით ანეტარებს მსმენელთ. შესაძლოა, ამას იგი განკურნებული ყურის გამოც ამბობს, რათა მანაც მოისმენს, რას უთყვას დაიცვას იგი, რათა მისთვის ბოძებული უნარი მოსმენისა დასასჯელად არ გადაექცეს. როდესაც დიდძალი ხალხი შეიკრიბა, უფალმა უგუნურთა მხილება დაიწყო. მათ შორის იყო რამოდენიმე ისეთიც, ვისაც სურდა, რათა იესოს ზეციდან მიეცა ნიშანი, ვინაიდან ამბობდნენ, სასწაულნი, რომელსაც ის იქმს, არსებითად მიწიერნი არიან და მათ იგი ბელზებულის ძალით სჩადის, ამ სოფლის მთვარისა, რომელსაც აქვს ხელმწიფება მიწაზე, ხოლო ზეციურ სასწაულთა ქმნა მას არ ძალუძს, რადგან იგი არ არის ზეციური მამისა. რამდენადაც ზოგიერთნი ასე ამბობდნენ, ამდენად უფალი ამ ხელს მათ და ამბობს, მოგეცემათ თქვენ სასწაული, რომელიც დაგიმტკიცებთ, რომ მე ჭეშმარიტი ძე ვარ ზეციური მამისა. რომელი? სასწაული იონასი, ანუ სასწაული აღდგომისა. ვინაიდან როგორც მან გაატარა 3 დღე ვეშაპის მუცელში, ასევე მე გავატარებ 3 დღეს ვეშაპის მუცელში, უდიდესი ცხოველისა, ანუ ჯოჯოხეთისა და აღდგები. როდესაც იონამ ვეშაპის მიერ ამოგდებულმა და თითქოს თავიდან გაცოცხლებულმა, დაიწყო ქადაგება, ნინეველებმა შეისმინეს. მე კი ჩემი აღდგომის შემდეგაც არ დამიჯერებს ეს მოდგმა. ამიტომაც ისინი განიკითხებიან იმის გამო, რომ არ მიბაძეს ნინეველებს, თუმცა აქ იონაზე მეტია. ვინაიდან ჩემი ღირსება და წესი ქადაგებისა დიდად განსხვავდება. მე უფე ვარ, ის კი მონა. მეცათა სასუფეველს ვქადაგებ, ის კი მოსალოდნელი უბედურებისაგან ხსნას, მე სასწაულებს ვიქმ, მას კი არც ერთი სასწაული არ უქმნია.
მსგავსად ამისა, სამხრეთის დედოფალიც განიკითხავს ამ მოდგმას, ვინაიდან იგი ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად. სამხრეთის დედოფლის ქვეშ იგულისხმება მართლაც ყოველი სული, ძლიერი და მუდმივი სიკეთის ქმნაში. აუხსნი ჩრდილოეთს, რომელიც წარმოადგენს სიმბოლოს მოწინააღმდეგის ადგილსამყოფელისა, წმიდა წერილი არ აფასებს დადებითად, ვინაიდან იგი ყინავს, კლავს და აშეშებს, ხოლო სამხრეთი, როგორც საწინააღმდეგო ჩრდილოეთისა, შეფასებულია დადებითად, ვინაიდან სამხრეთის ქარს მოაქვს სითბო, გამოცოცხლება, ატყობს გაშეშებელ ნაწილებს. ამიტომაც ქებათა ქებაში სწალი განადიდებს რა ჩრდილოეთს, ამბობს, აღდეგ ჩრდილოდან ქარო, მოვედ სამხრით ქარო, 4:16 და წინასწარმეტყველი კვლავ ამბობს, ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ, ანუ სატანას იოველ 2:20. ამრიგად სული, რომელიც სამხრეთით მეფობს, ანუ სულიერი ცხოვრების მადლმოსილ ქვეყანაში და განმტკიცებულია ვარჯიშით ქმედებაში, მოდის მოისმინოს სიბრძნე, ანუ ადიშჭვრეტამდე. ვინაიდან სოლომონის სიბრძნე, მშვიდობიანი მეფისა, არის ჭვრეტა ღმრთისა და უფლისა ჩვენისა, რომელსაც ვერავინ მიაღწევს ისე, თუ კი თავისი ვარჯიშით ქმედებაში არ შეიქმნება მეფედ და მეუფედ ღვთივსათნო ცხოვრებისა. თავით 11, მუხლი 33, 36. 33. არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა მირსა ქვეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რათა შემავალნი ხედვიდნენ ნათელსა. 34. სანთელი გვამისა არს თვალი, ოდეს თვალი შენი განმარტებული იყოს, ყოველი გვამი შენი ნათელი იყოს და უკვე თუ თვალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გვამი შენი ბნელი იყოს. 35. იხილე, ნუ უკვე ნათელი იგი შენ შორის ბნელი იყოს. 36. უკუკე თუ ყოველი გვამი შენი ნათელ არს და არა რა აქუნდეს ადგილი რამე ბნელისა, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა იგი სანთელი ერვითა განგანათლოს შენ. რამდენადაც შურიანი იუდეველები ხედავდნენ რას ასწავლებს, თავიანთი ბოროტი გონების გამო უკუღმართად ხსნიდნენ მათ, უფალი ამბობს კიდეც შემდეგს, ადამიანები, რომელთაც მიიღეს სანთელი ღმერთისგან, ანუ ნიჭი გონიერებისა, როგორც ჩვენთვის მოცემული სინათლისა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვხედავთ, ვერ გამოიჩინეს უნარი განსჯისა და დაიბნელეს, რა თავი შურით ვერ ხედავენ სასწაულებს და კეთილ საქმეებს, თუმცა ჩვენ იმიტომ მოგვეცა გონება, რათა სასანთლეზე დავდგათ, რათა სხვებმაც იხილონ სინათლე. ჩემის აზრით, იგი ასე ამბობს, ფარისეველო. შენ გაქვს ცოდნა, ეს სანთელია. შენ გმართებ და გესარგებლა ამ ცოდნით იმისათვის, რათა თავად გეღიარებინა სასწაულები და სხვებისთვის გამოგეცხადებინა და აგეხსნა, რომ ეს არსებითად ღმრთის საქმეებია და არა ბელზებულისა. ამრიგად შემავალნიც, ანუ ახლად მოსულნიც და დამწყებნიც იხილავენ სინათლეს. ვინაიდან ვინც ბრძენია, ის უკვე შევიდა, ხოლო ვინც ჯერ კიდევ სწავლობს, ის მხოლოდ შედის. მაგრამ თქვენ ფარისეველო, არ მოინდომეთ ამის გაკეთება, არამედ თვალისულისა, ანუ გონება, აქამდე სწორი, გაამრუდეთ და დააბნელეთ. ვინაიდან როგორც თვალის სხეულისა, როგორიცაა თავად, ასეთსავე ხდის მთელს სხეულსაც, მაგალითად, თუ კი იგი სუფთა, მაშინ სხეულიც ნათელია, ხოლო თუ კი იგი ბნელია, მაშინ სხეულიც დაბნელებულია, სუსტად ასევე სულიც განეწყობა გონების მდგომარეობის მიხედვით. თუ კი თვალი და ნათელი, მის მიერ ღმერთისგან მიღებული, იწყებენ დაბნელებას შურით, ან და ვერცხლის მოყვარეობით, ან ზოგადად რომ ვთქვათ, ნივთიერის მიმართ სიყვარულით, მაშინ ისიც ბნელდება. თავით 11, მუხლი 37, 41. 37. და ვითარცა იტყო და ამას თავადი, ხლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რათა პური ჭამოს მისთანა, და შევიდა და დაჯდა. 38. ხოლო ფარისეველმა მან ვითარცა იხილა, უკრდა, რამე თუ პირველად არა იბანა, ვიდრე სადილობადმდე. 39. რქვა მას უფალმან, აც თქვენ ფარისეველთა გარეშე სასუმელისა და პინაკისა განსწმიდით და შინაგანი თქვენი სავსე არ ნატაცებითა და უკეთურებითა. 40. ორგულნო, ანუ არა რომელმან იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა. 41. გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალება და აჰა თქვენი ყოველი წმიდა არს. თუმცა უფალმა იცის არაკეთილმოსურნეობა ფარისევლებისა, მაგრამ სადილობს მათთან, რადგან ისინი მზაყვარნი იყვნენ და გამოსწორებას საჭიროებდნენ, ვინაიდან იგი იმიტომ სადილობს მათთან, რადგან ჰქონდეს საბაბი მათი ზნე-ჩვეულებების გამოსწორებისა. მაგალითად ახლაც ხედავს რა მათ უგუნურ ჩვეულებას საჭმლის მიღების წინ განბანვისა, ასწავლის, რომ სული უნდა განიწმინდონ კეთილი საქმეებით, რამდენადაც წყლის გადავლება წმენდს არა სულს, არამედ სხეულს. მათ უგუნურთ ეგონათ, რომ წყალში შთაფულითა და სხეულის განბანვით, სხეულთან ერთად სულიც იწმინდება.
ამიტომაც უფალმა ისარგებლა შესანიშნავი მაგალითით სასმისისა. რამდენადაც სადილობის ჟამი იყო, იგი ახსენებს სასმისსა და ჯამს და დაიმოწმა რა ის, რაც თვალწინედო არც უმენს ფარისველს, რომ როგორც არავითარი სარგებელი არ არის იმისაგან, თუ კი სასმისი გარედანაა სუფთა, ხოლო შიგნით სავსეა ყოველგვარი სიბინძურეთი. ასევე არანაირი სარგებელი იმ შემთხვევაშიც, თუ კი სხეულის განბანვისას, სული სავსეა ყოველგვარი არაწმიდებით, მაგალითად, ნატაცებითა და უკეთურებით. უფალმა გააკეთა მინიშნება იუდეველთა ორგაბატონებულ ნებაზე, სიტყვით ნატაცები ვერცხლის მოყვარეობაზე, სიტყვით უკეთურება შურზე და შურის შედეგებზე. ამრიგად ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავთ, თუ კი სული ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. უგუნურნო. განა მანვე არ შექმნა სულიც, ვინც სხეული შექმნა, რომელზეც თქვენ ასე დიდხანს ჩერდებით. ამიტომ თქვენ სულიც უნდა განიწმინდოთ. შემდეგ ასწავლის მათ, თუ როგორ განიწმინდება შინაგანი, კერძოდ, მიუთითებს მოწყალებაზე. შეხედე მართლაც როგორაა, რომ იგი მიუთითებს რა მოწყალებაზე, კურნალობს მათ ორივე ვნებას, გულისხმობს შურს და ნატაცებს. ვინაიდან ვინც ჭეშმარიტად მოწყალეა, იგი არც მიიტაცებს იმისას, ვისაც იგი მოწყალებას უარყოფს და არც შეშურდება მისი. ამრიგად, რამდენადაც იგი კიცხავდა ორ ვნებას მათში, ამდენად მათ ერთი წამლით განაგდებს. კერძოდ მოწყალებით, რომელიც არის პირველი კარი განმამხრთობელი სიყვარულისა. ხოლო სადაც სიყვარულია, იქ რა ვერცხლის მოყვარეობაზე და შურზეა ლაპარაკი? გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, ანუ თქვენი ქონებიდან. კარგად თქვა. რაც გაგაჩნიათ და არა უბრალოდ იქიდან, რაც არის, რადგან ქონება ვერცხლის მოყვარის გულშია და ბატონობს მასში, რის გამოც დავითიც გვამცნებს, არ შევაპყროთ გულის სიმდიდრეზე. ფსალმუნი 61:10. ანუ არ მივალურს მოთ იგი და არ მივაჯაჭვოთ. თავით 11, მუხლი 42, 51. 42. არამედ ვათქვენ და ფარისეველნო, რამე თუ ათეულს აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისამხლისასა და თანაწარხვალთ სამართალსა და სიყვარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ იყო ყოფად და იგი არა დატევებად. 43. ვათქვენ და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ გიყვარს თქვენ ზემოჯდომა შესაკრებელთა შორის და მოკითხვა უბანთა ზედა. 44. ვათქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ ხართ ვითარცა საფლავნი უჩინონი და კაცნი ზედავლენან და არა იციან. 45. მიუგოს ჩულის მეცნიერმან ვინმე და hrქვა მას, მოძღვარ, მაგას რა იტყვთ, ჩვენცა გვაგინებ. 46. ხოლო თავად მან hrქვა მას, თქვენ დაცას ჩულის მეცნიერთა ვარს, რამე თუ აღკიდით კაცთა ტრთი ძნიათ სატრთავი და თქვენ ერთითაცა თითით არა შეახით ტრთსა მას. 47. ვათქვენ და რამე თუ აშენებთ საფლავებსა წანასწარმეტ ყველთასა, ხოლო მამათა თქვენთა მოსწყდნეს იგინი. 48. ეწამებით სამე და თანასათნოვე ყოფლით საქმესა მამათა თქვენთასა, რამე თუ მათ მოსწყდნეს იგინი და თქვენ საფლავთა მათთა აშენებთ. 49. ამისცა იგი სიბრძნე მან ღმრთისამან თქვა, მოვავლინე მათა წინა წარმეტყველნი და მოციქულნი და მათგანი მოწყდნენ და დევნნენ. 50. რათა იძიოს სისხლი ყოველთა წინა წარმეტყველთა და ათხეული დასაბამითგან სოფლისად ნათესავისა ამისგან. 51. სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიასა, რომელიც არწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. გეტყვთ თქვენ იძიოს ნათესავისა ამისგან. ფარისეველნი სწორედ იმიტომ, რომ არ დაერღვიათ სჯულის, სწირავდნენ მეათეც ყველაზე უმნიშვნელო საგნებიდანაც და თუ ვინმე დათვლილ მანებას საყვედურობდა, ისინი სჯულზე მიუთითებდნენ, რომელიც ბრძანებდა შეეწირათ მღვდელთათვის მეათედი ყველაფრიდან. ამიტომაც ეუბნება უფალი, როგორც ამას არ უგულებელყოფთ, ასევე გმართებდათ თქვენს ყოფა სამართლისა და სიყვარულის ღმრთისა. რამდენადაც ფარისეველნი უმართლონი იყვნენ, ავიწროვებდნენ ქვრივებსა და ობლებს, ამიტომ უფალი ამბობს, უნდა იქონიოთ სამართალი, ანუ იყოთ სამართლიანი. რამდენადაც ისინი სიძულვილით იყვნენ გამსჭვალულნი ღმრთისადმი, განსჯის გარეშე ეპოტინებოდნენ რაც მიდა საქმეებს, ამიტომ უფალი ამცნობს იქონიონ სიყვარული ღმრთისა. ვინაიდან ვისაც უყვარს ღმერთი, ის მის საქმეებს არ ეკიდება დაუდევრად. მე კი მეჩვენება, რომ რამდენადაც ორი სახე არსებობს სიყვარულისა, სიყვარული ღმრთისადმი და სიყვარული მოყვასისადმი, ამდენად შესაძლოა, უფალი აკეთებს მინიშნებას ამ ორ სახეზე, სიტყვით სამართალი აღნიშნავს სიყვარულს მოყვასისადმი, რამდენადაც სამართლიანობა და მოყვასის შეუვიწროებლობა, წარმოსდგება მის და მის სიყვარულისგან.
ხოლო სიტყვებით სიყვარული ღმრთისა უეჭველია, აღნიშნავს მთლიან განწყობას ღმრთისადმი და როდესაც ვინმეს უყვარს მოყვასი არა რაიმე ამსოფლიური ან და სამარცხვინო განწყობის გამო, არამედ ღმრთის გულისათვის. მაშინ ამ სიყვარულსაც შეიძლება ეწოდოს სიყვარული ღმრთისა, რამდენადაც ის ღმრთის მიერაა ნამცნები და სათნოა ღმრთისათვის. მათ, ფარისეველებს უყვარდათ, რომ ყველა ადამიანს მიეგო მათთვის პატივი და რომ სახალხო შეკრებებზე მიემართათ მათთვის ტიტულით, მოძღვარო, მათე 23:7, ამას აღნიშნავს სიტყვები, მოკითხვა, ზემოჯდომა. უფალი კი ამბობს, თქვენ ემსგავსებით საფლავებს, რომელნიც სავსე არიან ყოველგვარი არაწმიდებით, ხოლო გარედან მარმარილოთ იბრძყინავენ. ადამიანები გარეგნული შესახედაობით ვერ სცნობენ, რაც ესებით ხელმძღვანელობენ ისინი ცხოვრებაში. რის მიხედვით დადიან, ხოლო რომ სცოდნოდათ, გარე მიიქცეოდნენ შინაგანი სიბილწის გამო. სჯულის მეცნიერი განუსჯელად თავადვე ამ ხელს საკუთარ თავს. სჯულის მეცნიერნი უფრო სხვები იყვნენ, ვიდრე ფარისევლები. ფარისევლები ითვლებოდნენ მოღვაწეებად და სხვათაგან მოკვეთილებად. სჯულის მეცნიერნი კი იყვნენ მწიგნობარნი და მოძღვარნი და მსურველთათვის წყვეტდნენ საკითხებს სჯულიდან. ისინი სჯულის მეცნიერნი ადამიანებს მძიმე და ძნელად სატვირთავ ტვირთს ჰკიდებდნენ, თავად კი თითითაც არ ეხებოდნენ ამ ტვირთს, ანუ თავად არაფერს იცავდნენ იქიდან, რასაც სხვებს ამცნებდნენ. ვინაიდან როცა მასწავლებელი თავად აკეთებს იმას, რასაც ასწავლის, მაშინ ის უმსუბუქებს ტვირთს, აძლევს რა მაგალითს საკუთარი თავით და ამხნევებს მოწაფეებს. როდესაც ის არაფერს არ აკეთებს იქიდან, რასაც ასწავლის, მაშინ ტვირთი მოწაფეებს ჭეშმარიტად მძიმე ეჩვენებათ, რამდენადაც მასწავლებელსაც კი არ შეუძლია მათი შესრულება. უფალი ააშკარავებს ასევე, რომ იუდეველნი, კაინის შთამომავალნი და მისი ბოროტების მემკვიდრენი არიან, როდესაც ამბობს, რომ მთელი სისხლი დათხეული აბელიდან, ვიდრე ზაქარიამდე, მოიკითხება ამ მოდგმას. თქვენო, ეუბნება, კლავდით წინასწარმეტყველებს, თქვენს ძმებს, როგორც ის აბელს. რის გამოც არც თუ უსაფუძვლოდ ზოგიერთნი იღებდნენ კაინს როგორც სახეს ადამიანებისა, რომელთაც მოსწყვიტეს წინასწარმეტყველნი, რის გამოც 7 გზის მიეზღოთ მათ, ანუ უმსუბუქესი სასჯელით, ლამექს კი როგორც სახეს ადამიანებისა, რომელთაც ქრისტე მოკლეს, რის გამოც მიეზღოთ მათ 7 გზის 70 ჯერ. შესაქმე 4:24, კერძოდ, განდნევით სამუდამოდ ყვეობაში. ვინ იყო ზაქარია, რომელიც მოკლეს ტაძარსა და საკურთხეველს შორის? ერთნი ამბობდნენ, რომ ეს უძველესი ზაქარია, იეჰოიდაკის ძე, რომელიც ქვებით ჩაქოლეს, როგორც ცნობილია მეფეთა წიგნიდან მეორე ნეშტთა 24:20-21. სხვები კი ამბობენ, რომ ეს წინამორბედის მამაა. მან არ გამორიცხა ქალწულთა რიგებიდან ღვთისმშობელი, მას შემდეგ, რაც მან შვა ქრისტე და დაადგინა იგი იმავე ადგილას, სადაც ისინი იდგნენ, ეს ადგილი კი იყო ტაძარსა და გარეთა სპილენძის საკურთხეველს შორის. სწორედ ამის გამო მოკლეს იგი, რამდენადაც ზოგიერთნი მოელოდნენ ქრისტეში თავიანთ მომავალ მეფეს, სხვებს კი ამავე დროს არ სურდათ მეფის ხელმწიფების ქვეშ ყოფილიყვნენ, ამიტომაც მოკლეს ეს წმინდანი იმის გამო, რომ იგი ამტკიცებდა, რომ შვა ქალწულმა და იშვა ქრისტე, მომავალი მეუფე მათი, რაც მათთვის აუტანელი იყო, რადგან მათ მეფის გარეშე სურდათ ყოფნა. თავით 11. მუხლი 42, 54. 42. ვა თქვენ და სჯულის მოძღვარნო, რამე თუ დახმალენით კლიტენი მეცნიერებისანი, თქვენ არა შეხვალთ და შემავალთ აყენებთ. 43. და ვითარ იგი თავადი ეტყო და მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყვა იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მის სიტყვსა. 44. და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყვასაპირისაგან მისისა, რათა შეასმინონ იგი. კლიტენი მეცნიერებისანი უფალმა უწოდა სწავლებასა და ხელმძღვანელობას სჯულის მიხედვით, რომელსაც შეეძლო მieყვანა ქრისტესთან, ვინაიდან სჯული უეჭველია, რომ ემსახურება მieყვანას ქრისტესთან. გალატელთა მიმართ 3:24. ამრიგად სჯულის მეცნიერნი, როგორც ჩანს ხსნიდნენ სჯულს და ამასთანავე, ბოროტი განზრახვით მალავდნენ გასაღებს გულისხმყოფისა და არ ხსნიდნენ სჯულის კარებს, რომლის მეშვეობითაც თავად მათაც და ხალხსაც შეეძლოთ ქრისტესთან მისვლა. სჯული ასრულებს კარის მოვალეობას ქრისტესაკენ. მაგრამ ეს კარი დახშული რჩება, თუ კი ვინმე არ ახსნის სჯულის მეტად ბნელ მხარეს და ამ გზით არ გააღებს კარს. ვინაიდან უფალმაც თქვა, უკვე თუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა იოანე 5:46. და კვლავ, გამოეძიებდით წიგნთა.
და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთვის და თქვენ არ აგნებავს მოსვლად ჩემ და იოანე 5:39-40. მაგალითისათვის ერთ რამეზე მივუთითებ. იუდეველებთან, როგორც ცნობილია, იკვლევოდა კრავის, ცხებდნენ წირთხლს, იგემებდნენ ამ ხორცს და ეს ითვლებოდა გამარჯვებად მათ დამღუპველზე. გამოსვლა 12:1-3. ყველაფერ ამით წინასწარ იყო გამოხატული ქრისტეს საიდუმლოებანი. როდესაც ქრისტე დაიკლა როგორც უბიცო და ყოვლადწმიდა კრავი, მაშინ სცხეს ჩვენს წირთხლსაც, ანუ გულსა და ნებას და მათ კარისთავს, ანუ გონებას და ჩვენ ვიგემეთ ხორცი ძისა კაცისა და ვძლიეთ ჩვენი სულიერი ძალების დამღუპველს. და ძალიან ბევრი რამ, რაც სჯულის მიერ იყო დადგენილი, მიუთითებდა ქრისტეზე. თუმცა სჯული როგორღაც დაფარული და დაკეტილი იყო სიტყვის სიბნელით, როგორც რომელიღაც კარით, მაგრამ თუ კი ვინმეს ჩაბარებული ჰქონდა სწავლება, მას ჰქონდა გასაღები გულისხმისყოფისა, და თუ კი ასეთი მოისურვებდა, შეეძლო გაეღო იგი, თავადაც შევიდოდა და სხვებსაც შეიყვანდა. მაგრამ სჯულის მეცნიერებმა არ გააკეთეს ეს, არამედ მიიტაცეს გასაღები გულისხმისყოფისა, ანუ დამალეს, თვალს მოაშორეს, როდესაც გარემოდან მიტაცებული იქნა დამალული ეს გასაღები, ანუ განმარტება სჯულისა და ხშული დარჩა მისი კარიც. გულისხმისყოფის გასაღების ქვეშ შეგიძლია რწმენაც იგულისხმო, ვინაიდან ჭეშმარიტების შემეცნება ხდება რწმენის მეშვეობით, როგორც წინასწარმეტყველი ესაიაც ამბობს, სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ. ესაია 6:9. ამრიგად სჯულის მეცნიერებმა გასაღები გულისხმისყოფისა, ანუ რწმენა მიიტაცეს გარემოდან და დამალეს. ვინაიდან ისინი არ უშვებდნენ ზოგიერთებს ერწმუნათ ქრისტე, ყველას მხსნელი. ის სასწაულებს იქმოდა და ხალხი სწამდა რა ამ სასწაულთა გამო, აღიარებდა მას ღმერთად, მაგრამ ისინი, სჯულის მეცნიერნი, ამბობდნენ, რომ იგი ამ სასწაულებს ბელზებულის ძალით სჩადის. ხედავ როგორ მიიტაცეს გასაღები გულისხმისყოფისა, არ უშვებდნენ რა ერწმუნათ ის, რაც თავადაც მიიყვანდა ცოდნასთან. ის ქრისტე სინაგოგებში ასწავლიდა ღმრთის ნებას, ისინი კი, სჯულის მეცნიერნი, ამბობდნენ, ეშმაკი ყავს და სწვის, რას უსმენთო მაგას? ამრიგად მათ, ფარისველებმა და მწიგნობრებმა, მართლაც მიიტაცეს გასაღები გულისხმისყოფისა, მაგრამ არც თავად შევიდნენ და არც სხვები შეუშვეს და ამასთან შემავალნი, ანუ შემძლენი უკვე ღმრთის შემეცნებისა. როდესაც ის ჯერ კიდევ ამბობდა ამას, მათ იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინათ თავიანთი უძლურება, თითქოს და მისი სიტყვების უარსაყოფად გამოაცხადეს საკუთარი თავი მასზე ბრძნად და დაიწყეს მისი გაჩუმება, ანუ განუწყვეტლივ კითხვების დასმა და მისი საგონებელში ჩაგდება. ვინაიდან ჩვეულებრივ ჭირს საუბარი, როდესაც ერთ ადამიანს უცებ ძალიან ბევრი ეკითხებიან და ამასთან სხვადასხვა საგანზე, მაშინ ეს ადამიანი არა აქვს რა საშუალება ყველას უპასუხოს, უგუნურთ აძლევს საბაბას ჩათვალონ იგი დამარცხებულად. ამ ბოროტებას ვეზრახავდნენ ქრისტეს წინააღმდეგ ეს წყეულნიც. ისინი, ბევრნი, ეკითხებოდნენ რა ერთს, ფიქრობდნენ თავგზა აებნიათ მისთვის და გასაჭირში ჩაეგდოთ, როგორც ვერ შემძლებელისთვის ეპასუხათ მათთვის, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან როგორ შეუძლია ერთს უპასუხოს მრავალ სხვადასხვა კითხვაზე? ეს შეიძლება გავიგოთ შემდეგი აზრითაც, დაეჭირათ იგი სიტყვაში და ემხილებინათ. ვინაიდან როდესაც ვინმე საკუთარ სიტყვებში დაიჭერენ, ის თავადვე აჩუმებს საკუთარ თავს, ანუ იმხილება თავისივე პირით და განისჯება. ეს მნიშვნელობა ჩანს შემდეგიდანაც. ვინაიდან ნათქვამია და უმზერდეს მას პოვნად რასმე სიტყვისაგან პირისაგან მისისა. ის რაც ცოტათი ადრე დასახელდა, ახლა შეცვლილია სიტყვებით პოვნად რასმე სიტყვასა პირისაგან მისისა. კითხვებს მას სთავაზობდნენ ხან მოსეს სჯულთან დაკავშირებით, რათა ემხილებინათ იგი, როგორც ღმრთის მგმობელი, რომელიც გმობს მოსეს, ვინაიდან მათ ასეთი ეჭვი ჰქონდათ მის მიმართ, ხან კეისრის შესახებ. რათა გამოეცხადებინათ იგი აღმაშფოთებლად და ძალაუფლების მოსურნედ და ყველაფერი ისეთის შესახებ, რაც კი შეეძლო მოეფიქრებინათ მზაკვარ სულებს და ახსილს ყოველგვარი ბოროტებით.